საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ვარ. არჩევნებამდე 3 დღით ადრე ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე წერილს აქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის. მართლ გუნდში მიაჩნიათ, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი კი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ზუსტად 3 დღეში საქართველოს მოქალაქეები 4 წლის ვადით აირჩევენ 64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წელს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით. ეს არჩევნები უწყვეტი პროტესტის და ოპოზიციის ერთი ნაწილის ბოიკოტის ფონზე ტარდება. ბოიკოტის მომხრე პარტიები თვლიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ლეგიტიმაცია იქნება. ის კი, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, ამბობს, რომ მნიშვნელოვანია როგორც საპროტესტო, ისე საარჩევნო ველი და რომ ბრძოლა უნდა იყოს ორივე ველზე. ოპოზიციური ფლანგი ძირითადად თბილისია მობილიზებული, სადაც კახა კალაძე უკვე მესამე ვადით აპირებს მერობას. რა მიაჩნია დედაქალაქის მერს 8 წლიანი საქმიანობის მთავარ მიღწევად? როგორ შეიცვალა თბილისი მისი მერობის პერიოდში? როგორ აპირებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც წარსულში ვერ გადაიჭრა? რა არის მთავარი გამოწვევა უმდიდრესი ისტორიული წარსულის? ამასთანავე უმძიმესი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ურბანული პრობლემებით სავსე მემკვიდრეობის მქონე ქალაქის მართვაში. რა სპირდება ქართული ოცნება ამ მომრჩეველს? რა აძლევს არჩევნებში გამარჯვების რწმენას და როგორ აპირებს საზოგადოებაში რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ რედაქციოს? ღამის კურიერის კითხვებს დღეს თბილისის მოქმედი მერი და უკვე მესამე დედაქალაქის მერობის კანდიდატი ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო კახა, ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. 3 დღეში არჩევნებია და მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუს და ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ქალაქის პრობლემებზეც მინდა რომ ვისაუბრო, მაგრამ დღეს არის 1 ოქტომბერი, თქვენ პარტიის გენერალური მდივანი ბრძანდებით და 2012 წელთან დაკავშირებით დღეს თქვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ წერილიც გაავრცელა, ეს უკვე მაყურებელმა ალბათ იცის და გაეცნო საინფორმაციო საშუალებებით. მე მხოლოდ იმ ნაწილზე მინდა გამომახვილო ყურადღება, სადაც ის არჩევნებს შეეხო, რადგან ვსაუბრობთ 4 ოქტომბრის არჩევნებზე და ის წერს, რომ დღესაც ბრძოლის ხაზი მშვიდობასა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის. ანუ ნიშნავს ეს, რომ ეს არჩევნებიც აღქმული არის როგორც არა მუნიციპალური და ვთქვათ რაღაც კონკრეტული პრობლემების მოგვარების, რაც არის ზოგადად თვითმმართველობის არჩევნები, თუ ესეც არის რაღაც არჩევანი ღირებულებებს შორის. მოდით აი ამ დავიწყოთ, ჯერ როგორ აღიქვამს ქართული ოცნება 4 ოქტომბრის არჩევნებს. ანუ სანამ არჩევნებზე გადავალ, რა თქმა უნდა, ხაზი მინდა გაუსვა 2012 წლის 1 ოქტომბერს, გარდატეხა მოხდა ჩვენს ქვეყანაში და ის წლები, როდესაც ადამიანის უფლებების სიტყვით გამოხატვის თავისუფლება, ღირსება, ფეხქვეშ ჰქონდა გათელილი წინა ხელისუფლებას, ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ ვარ თანამონაწილე 1 ოქტომბრის არჩევნებისა და იმ გამარჯვებისა, რომელიც ქართველმა ხალხმა, ქართულ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოიპოვა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი 13 წელი იყო. ყოველთვის გვიწევდა ბრძოლა, დაცვა, დღესაც გრძელდება სხვათა შორის ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ქვეყნის სუვერენიტეტის. ბატონო ბიძინავაც ძალიან ცლად ისაუბრა და გააკეთა მინიშნებები აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა, დგას ჯერ კიდევ ქვეყანა, რა საფრთხეები არსებობს და შესაბამისად ჩვენ ქართველებს ჭირდება სიფხიზლე, რადგან მტერი არ ისვენებს. თქვენ იცით, რომ ძირითადად განცხადებები საქართველოსთან მიმართებით რაც კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, სიცრუეზე, მუქარებზე არის დაფუძნებული და დღესაც სხვათა შორის ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ და ძალიან სამწუხაროა ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა წინათაობებმა ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოიპოვეს ბრძოლით და სისხლით. ჩვენ დღეს ყოველდღიური მუშაობით, ყოველდღიური გადადგმული ნაბიჯებით გვიწევს, რომ ეს სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა რაც ძვირფასია, მე ასე მგონია და ვფიქრობ ყველა იმ ქართველისთვის, ვისაც თავის ქვეყანა უყვარს და იცის რას ნიშნავს სამშობლო, რა ღირებულებები ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ძვირფასია ამ ყველაფრის შენარჩუნება. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკით გვიწევს, როგორც ვთქვი, ბრძოლა,
რომ შევინარჩუნოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა და მოპოვებული თავისუფლება, სწორედ ამიტომ ქვეყნის სუვერენიტეტი. საუბრობს ამავე წერილში იგივე ბიძინა ივანიშვილი, რომ საბოლოოდ გაფორმდება ქართული ოცნების გამარჯვება 13 წლიანი მმართველობის მერე ამბობთ ამას ქართული ოცნება, ანუ ამას გულისხმობთ, რომ რაღაც გამოწვევები დარჩა, ამბობთ, რომ ბრძოლა გრძელდება, დღესაც დგას ქვეყანა, ეს იგულისხმება ამ საბოლოო გაფორმებაში გამარჯვების, იმიტომ რომ გამარჯვებულია ხელისუფლებაშია, ხო? მოახლოებული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირ საქმე ეხება უშუალოდ მოქალაქეს, უშუალოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს, რაიონში, ქალაქებში, იმ სამეურნეო საკითხებს, რომელიც ვფიქრობ ყველა ადამიანისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ქვეყნის მტრებს, ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ არჩევნები, როგორც ასეთი, გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყანაში რაღაც არეულობა მოაწყონ, დაპირისპირება, რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება და ასე შემდეგ. ისიც ყველამ კარგად ვიცით, უკვე ყველაფერი ცხადია, ყველაფერი ნათელია, ხელის გულზე დევს ყველაფერი, თუ საიდან ხდება ამ ყველაფრის დაფინანსება, ვინ უწყობს ამ ყველაფერს ხელს. რა თქმა უნდა, გარე ძალების გარეშე შეუძლებელია ამ ყველაფერზე საუბარი, რასაც ვისმენთ, შეუძლებელია ეს იმ ექსტრემისტული ჯგუფების არსებობა, შეუძლებელია იმ დაფინანსება დაპირისპირების, იგივე ვთქვათ, პოლარიზაციის გაღრმავების, რევოლუციების მოწყობის რამდენი მცდელობა იყო ბოლო წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი არის გარედან თავსმოხეული, გარედან დაფინანსებული, გარე ძალები, რომელთაც აქვს ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი, რომ საქართველოს, როცა დაჭირდებათ, როცა ჩათვლიან საჭიროდ, გაიწიროს და გამოყენებული იყოს ისევე, როგორც მაგალითად კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენეს უკრაინა. და ჩვენ ამას ვებრძვით. დგას ამ საფრთხის წინაშე საქართველოს. საქართველოს აღნიშნული საფრთხეები არსებობს და დიდ ქვეყნებს, დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს ყოველთვის აქვს ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. არა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, არამედ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, რა დროსაც ჩვენი ინტერესები ფეხქვეშ იქნება გათელილი და ამას ვებრძვით და ამისკენ ვდგავთ ამ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება ბევრმა ვერ გაიგო გასული თვეების განმავლობაში, გასული წლების განმავლობაში, მივიღეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და გახსოვთ ალბათ, როგორი ნებათაღელვა მოყვებოდა ხოლმე ამ ყველაფერს. ხოთა შორის ჩვენი მხარდამჭერებიც იყვნენ ადამიანები, ვინც ვერ გებულობდა, გვიწევდა ახსნა განმარტების გაკეთება, მაგრამ დღეს ყველაფერი ცხადია. დღეს ყველაფერი ნათლად ჩანს, თუ ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან და რა არის მათი მთავარი მონდომება. როდესაც ჩვენ საუბრობდით წლების წინ, თვეების წინ გლობალურ ომის პარტიაზე. ხო, გახსოვთ როგორ ქილიკობდნენ ამაზე? და ხო, პირდაპირ საუბრობთ, თითქოს ჩვენ რაღაცებს ვიგონებთ, მსგავსი არაფერი არ არსებობს. ასე იგი, მანამდე იყო ამაზე საუბარი, როდესაც გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირდაპირ ყველაფერს თავის სახელი დაარქვა, ყველაფერი თქვა, ვინ საიდან ფინანსდებოდა, რატო ფინანსდებოდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალებებს აწყობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გავლით სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში. და შეჩერდა კიდეც რაღაც პროექტები და დაფინანსება. გააჩერეს იმ ორგანიზაციების დაფინანსება, თუმცა გრძელდება ქვეყანაში უკვე სხვადასხვა მეთოდებითაც აგრძელებენ, ახლა უნივერსიტეტებს იყენებენ, მე უკვე ფიზიკურ პირებზე არიან გადასული და ახსნა განმარტებები აქვს, რომ თვითონ რაღაც ჯილდო არის, თვითონ პენსია და ასე შემდეგ. ყველაფერს მივხედავთ, ყველაფერს მიეხედება. ერთი რამ მინდა უთხრა ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ სანამ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს არის ხელისუფლებაში, ყოველთვის პირველ რიგში იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაცული და ქართული ხალხის ინტერესები დაცული. არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, რაც არ უნდა დიდი პოლიტიკური მოთამაშე იყოს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გათელოს ფეხქვეშ და გამოიყენოს სათავისოდ. არ დაუშვებთ ამას. ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია საპატიო თავმჯდომარემ წერილში სლათი საუბრა აღნიშნულთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ უამრავისი ბინძურე, შემოტევა, მუქარები, სანქციები დასჯა ქვეყნის წინააღმდეგ, ყველაფერს კადრულობენ თუ კი რამე შეიძლება, მაგრამ პირველ რიგში არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო. რადგან წერილი ვახსენეთ, ერთ ნაწილზეც მინდა გკითხოთ და გადავალ სხვა თემებზე. 4 ოქტომბერს ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში ფიქრობთ თუ არა, რომ დასრულდება რადიკალიზმი, ურთიერთდაპირისპირება, იმიტომ რომ ამაზეც საუბრობს
ბიზინა ივანიშვილი თავის წერილში და რატომ გეკითხებით, იცით, ამას საკმაოდ დაძაბულ ფონზე მიდის, ხო ეს არჩევნები 4 ოქტომბრის ამ რევოლუციის გეგმაზე ცალკე გადავალ, მაგრამ ბოიკოტია ნახევარი ოპოზიცია, ნახევარი მონაწილეობს და ისინი მე ამათ ეჭვობებია რატომ მონაწილეობენ, საკმაოდ ძიმე ფონზეა, ხო? როგორ დასრულდება ეს რადიკალიზმი? პირიქით ვამბობ, რომ საარჩევნო კამპანია აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. ყველა პოლიტიკურ პარტიას, მერობის კანდიდატს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში აწარმოოს კამპანია. შეიძლება ხა ვიღაცას არაფერი აქვს სათქმელი, ხო, რასაც ხედავთ, ხო? არჩევნებთან დაკავშირებით და თბილისთან დაკავშირებით, მე თბილისზე ვისაუბრებ, მაგრამ ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის და აბსოლუტურად თავისუფალ. მე არც მიგულისხმია, რომ მათ შეზღუდული ქონდათ. მიგულისხმია ის ფონი, რაც ხდება რაღაც მზადება მშვიდობიანი დამხობისთვის, ყოველ შემთხვევაში რადიკალიზმი და ეს დაპირისპირება თითქოს არის, ხო, თითქოს საზოგადოებაში. დამხობა ეს არის ყველაფერი ტყუილი, არანაირი დამხობა, არანაირი რევოლუცია, არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ იქნება. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ნებისმიერ ადამიანს თუ ადამიანებს თუ დაჯგუფებას შეუძლია გამოვიდეს თუნდაც მიტინგით და შეკრებით გამოხატოს თავის შეხედულებების სხვადასხვა საკითხს. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მაგრამ თუ ვინმე გაბედავს და ნაბიჯს გადადგავს კანონის წინააღმდეგ, თუ ვინმე სურვილი აქვს გამოცადოს სახელმწიფო ძალა, ეს მისი უფლებაა. და მისი ნება. თუმცა მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რიგითი მოქალაქე, დედაქალაქის მერი, რა თქმა უნდა, გული შემტკივა ჩემი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს და ვის რა პოლიტიკური მოსაზრებები აქვს, არ მინდა ვინმემ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ ხვალ ციხეში მოუწიოს. ანუ სახელმწიფოს პასუხი იქნება მკაცრი ამის აბსურდი, კანონის ფარგლებში მოყვება ამ ყველაფერს რეაგირება. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, თავი შეიკავოთ ძალადობისგან, თავი შეიკავოთ პოლიციელებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფებისგან. ჩვენ ძალიან მძიმე და ცუდი ძალადობრივი ფაქტები ვიხილეთ, რაც ძალიან სამწუხაროა. ძალიან სამწუხაროა და ძალიან ცუდია. ამიტომ რაც არ უნდა გარე ძალები იყვნენ ჩართული და აღვივებდნენ საზოგადოების დაპირისპირებას, შუღლს, ახალისებდნენ ძალადობრივ ჯგუფებს, ექსტრემიზმს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, მშვიდობა, ჩვენი შესაბამისი უწყებები, ყველანაირად აბსოლუტურად მზად არიან ყველაფრისთვის და გეუბნებით, რომ ქვეყანაში გვექნება გრძელვადიანი მშვიდობა. ანუ გარანტირებულად იქნება არჩევნების უსაფრთხოება, უსაფრთხოდ ჩატარების. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა მივიდეს საარჩევნო უბანთან და დააფიქსიროს თავისი მოქალაქეობრივი ვალი. და ბატონო კახა, თქვენ თქვით, რომ არაფერი ისეთი არ მოხდება, ვერავინ ვერაფერს ვერ იზამს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენი ოპონენტები მუდმივად ამბობენ და დღეს აი დააკავეს კუპრავა. მანამდე ჩვენ ვნახეთ, რომ დააკავეს ხაბეიშვილი, ხო, სწორედ ამ აქციასთან მიმართებაში მოწოდებებზე და თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს იმის მანიშნებელია, რომ ეშინია ხელისუფლებას 4 ოქტომბრის აქციის. ხო, ამიტომ მინდა მიპასუხოთ. ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება, ხო, სახელმწიფოა, შესაბამისი უწყებები გამართულად მუშაობენ, სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობს და ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუციები. აბა გაბედოს ვინმემ და ევროპის რომელიმე ქვეყანაში ამ ტიპის მოწოდებები გააკეთოს. რას უზავენ ნახოთ. და რა თქმა უნდა, ჩვენ გადავდგავთ ნაბიჯებს, რომ კანონის ფარგლებში ყველაფერს მოყვეს რეაგირება. მაგრამ მოლოდინი გააქვთ, რომ იქნება და დავასრულებ ამაზე საუბარს. მათი მხრიდან მცდელობა 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში, იმიტომ რომ მე რატო ვლაპარაკობ ასე თამამად, ხო, არჩევნებთან დაკავშირებით. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში და ისედაც, ხო, ჩვენი სიძლიერე არის ის, რომ დღემდე არ გაგვიწყვეტია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ახალი პროექტები იქნება, რაღაც სიახლეები, წამოწყება, ყოველთვის ვესაუბრებით მოსახლეობას, ვაწვდით ინფორმაციას და არ ვიმალებით ასევე პრობლემების და გამოწვევების დროს, სირთულეების დროს. დღემდე კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან, ზუსტად ეს არის სიძლიერე და იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ 4 ოქტომბერს დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ, მადლებს მოსახლეობის მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც ყოველდღიურად
შეხვედრების დროს ვგრძნობთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის კვლევებიც ამ ყველაფერს აჩვენებს. და როგორ შეფასდება ეს არჩევნები? რა არის თქვენი მოლოდინი და ამასაც რატომ გეკითხებით? არ ჩამოდის ეუთო ოდირი, ნუ მიხედავთ რომ გაგზავნილი იყო მოწვევა და ამაზე აღარ ვისაუბრებ. ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტშია, ნაწილი მონაწილეობს და ამ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებითაც ვნახეთ კრიტიკული განცხადებები, ხო, იმ დაკავებებზე, ოპოზიციური ლიდერების ნაწილი ციხეშია ისევ და ყოველ შემთხვევაში ამას ძალიან მწვავედ აფასებს დასავლელი პარტნიორები. ციხეში არის რა, თვითონ გადაწყვიტეს ასე რომ ციხეში წასულიყვნენ. ხო, ასე გამოდის. ხო, ეს თქვენი პოზიცია მესმის, მაგრამ ამას ხომ მოყვა მწვავეებში შეფასებები და მე მინდა ვთქვა რომ აი ყველაფერი ერთად აღებული. ხო, აი როგორ შეფასდება რას ძალიან მარტივია. რას ლეგიტიმაციაზე ისე ხომ არ დაიწყება საუბარი. ძიმე დარტყმა, რაც გლობალურმა ომის პარტიამ აი ამ გზააბნეულების პატრონებმა რაც მიიღეს ეს იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. ქართველმა ხალხმა უთხრა ყველას ქვეყნის შიგნითაც, რომ ქვეყნის გარეთაც, რომ ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის მხოლოდ და მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი და არავინ სხვა. ვიღაცებს დღეს კიდევ გონიათ, რომ ეს ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან. ვიღაცა იქ რაღაც თითს დაგვიქნებს, გვეტყვის რომ ასე უნდა ვიმოქმედოთ, ასე უნდა გავაკეთოთ, ჩვენ თავჩახრილებმა უნდა მივყვეთ დინებას. გვეტყვიან კედელს დაეტაკეთ, თურმე უნდა გადავდგათ ეს ნამჯერ კედელს დავეტაკოთ, ამას გვეუბნებოდნენ. მეორე ფრონტის გახსნა. აბა რას ნიშნავდა? სანქციებზე მიერთება ეკონომიკურად ქვეყნის დანგრევას და გაუბედურებას ნიშნავდა თუ არ ნიშნავდა? ეს არის მეგობრობა? მეგობრობასთან ამ ყველაფერს არაფერი კავშირი არ აქვს. აქ იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ინტერესი, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო ისე როგორც გამოიყენეს უკრაინა და უკრაინაში ახლა რაც ხდება, მტერს არ უსურვებ, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მინდა შვიდობა უსურვო უკრაინას და უკრაინელებს. თუმცა ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ბატონო კახი, მინდა თვითონ გუნძზე გკითხოთ, ახლა დაკავებები ვახსენეთ ოპოზიციის ლიდერების, თუმცა ვიხილეთ სხვა ხმაურიანი დაკავებებიც, გულისხმობ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, რაღაც საქმეები იხსნება, სულ არის მოლოდინი და ეჭვები, რომ რაღაც სხვა პირების დაკავება ხომ არ ხდება უფრო მეტი მაღალჩინოსნების და ასე შემდეგ და დღეს ბიძინა ივანიშვილის წერილში საუბრობდა ამ მუხანათურ ღალატზეც, ანუ ზუსტად ეს სიტყვა აქვს მას ნახმარი და ამაზე თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ ეს დაკავებები და ყველაფერი უკავშირდება არა რაღაც მართლა კორუფციასთან გაცხადებულ ბრძოლას, არამედ ეს რომ შიდა დაპირისპირება გუნდში და ასე შემდეგ. რა ხდება დღეს გუნდში და შეგიძლიათ თქვა თუ არა ერთიანია ქართული ოცნება? მათ აქვთ თავიანთი დღესასწაული. ხედულობაში მაქვს ეს გაუგებარი ხალხი, გზააბნეულ ხალხს ვეძახი, რომლებიც ყოველდღე იკრიბება, მათ აქვს თავიანთი დღესასწაული. თავიანთი დღესასწაული, რასაც გარედან ეტყვიან, იმას აკეთებენ. კითხვის დასმის უფლებაც კი არა აქვთ, რომ დაუსვან შეკითხვა, რომ რატომ ასე და ისე არა. ამის უფლებაც კი არა აქვთ. ყველანაირად დამოკიდებული, არც საკუთარ თავს ეკუთვნიან, არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ ქვეყანას. ასეთია აგენტის ბედი და ეს მათი არჩევანია, ხო და როგორც უნდათ, სადაც უნდათ, ისე იყვნენ და მაგაშიც პრობლემას ვერ ხედავ. რაც შეეხება გამოძიების სხვადასხვა მიმართულებებს, შესაბამისი უწყებები მუშაობს. თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, ხო, ყველაფერს მოყვება შესაბამისი რეაგირება. დაველოდოთ. მაგრამ გუნდში ეს არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ეს ასე უნდათ რომ იყოს, რომ ვითომ რაღაცა დაპირისპირება განსხვავებული მოსაზრებებით. ნახე, განსხვავებული მოსაზრებები არის სხვადასხვა საკითხებთან, მაგრამ იმიტოა გუნდი ძლიერი, რომ არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები და შემდეგ ხდება შეჯერება, მსჯელობა, პოლემიკა, ყველა ახლა ერთნაირ აზრზე რო ვიყოთ, მაშინ საერთოდ აზრი არ ექნებოდა, ხო, არც პოლიტიკას, არც ცხოვრებას და ასე შემდეგ. არსებობს ადამიანები, ვინცაც სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აქვს სხვადასხვა შეხედულებები და მიმდინარეობს მსჯელობები. კარგი, და თქვენ კითხვით, რომ არ გსურთ მათზე საუბარი თქვენს ოპონენტებზე ვამბობ, მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ ამ წინასაარჩევნო დღეებში ბევრჯერ გაისმა ბრალდება შანტაჟზე, ზეწოლაზე, მოსყიდვაზე, პირადად თქვენ და გადანაშაულად თქვენივე ოპონენტმა თუ კონკურენტმა კონკრეტულ ფაქტებში, რაღაც სამტრედიაში, აღარ მინდა რომ ყველა დეტალს გავყვენ, რას პასუხობთ მსგავს ბრალდებებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიხილეთ რაღაც ჩანაწერით, სადაც საუბრობდა ვიღაც რაღაც გარკვეული თანხების შეთავაზებაზე, მე ისიც მოვისმინეთ, რომ თავად თქვა რომ ეს იყო ფაბრიკაცია, მაგრამ აი ზოგადად იყო თუ არა მსგავსი რაიმე ფაქტებს ქონდა თუ არა ადგილი. ასეთი კარგი შესაძლებლობა არის კამპანია, არის არჩევნები, სადაც შენ შეგიძლია
მოსახლეობას, ამ შემთხვევაში თბილისზე ვისაუბრებ, დედაქალაქის მოსახლეობას სწორება ყოველდღიურად მიაწოდო ინფორმაცია, რისი გამკეთებელი გახდა, რა შეგიძლია, რა პროექტებს განახორციელებ. მთელი საარჩევნო კამპანია გაატარეს ჩემზე საუბარი. კაი მე ცუდი ვარ, არაფერი არ გამიკეთებია ამ ქალაქში 8 წლის განმავლობაში, არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა, ყველაფერი ცუდად გავაკეთე. შენ რას აკეთებ? შენ რომ მერობა გინდა თბილისის და დედაქალაქის, ამხელა ქალაქის მერობა. გუნდი ვინა ყავს? რა გაქვს ცხოვრებაში გაკეთებული? რა სპირდები ხავს? გამოვიდნენ და ყველაფერს გავაჩერებთო. თუ დედაქალაქის მთავრობაში მოვალთო, ყველაფერს გავაჩერებთო, მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებსო, დახმარებები, ჯანდაცვასო, ყველაფერს მერიის ფუნქციონირებას გავაჩერებთ. ამას პირდებიან თბილისის მოსახლეობა და ამით უნდათ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. შესაბამისად, ახლა ქართველი ხალხი გონიერი ხალხია და ძალიან კარგად შეუძლიათ ანალიზის გაკეთება, შეფასების გაკეთება და აი ძალიან მაგრად გრძნობენ ვინ არის და ვის რა შეუძლია. და ამიტომ მე ვუკვირთ, რატომ არიან იმ მდგომარეობაში გაუბედურებულები, გაფარჩაკებულები, ყველანაირი არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, არც პოლიტიკური, არც ადამიანური შინაარსისგან დაცილებით. ხავდა მე სტუმრად უბრალოდ ვალდებული ვარ თქვა და მან თქვა რომ ეს იყო ალე კოელისაშვილის ემოციური განცხადება, ეს ემოციური პოლიტიკოსია და მან თქვა რომ მსგავს არაფერს არ აპირებს და იქ რაღაც კონკრეტული დაპირებებიც ჩამოთვალა მე ხო არ იმასთვის, მაგრამ ხალხს ხო ვალდებული ვარ პრესამეთერში თქვა ინტერვიუში, დიახ. ხო საუბრები ამ ყველაფერზე, იმის მაგივრად რომ საუბრობდე თუ კალაძემ 10 პარკი გააკეთა, მე გამოვალ 20 გავაკეთებ და დაასაბუთე ეს ყველაფერი როგორ გააკეთებ 20, ხო? თუ ჩვენ გავაკეთეთ რაღაცა, არ ვიცი, პირობითად ვიძახი, ახალი ქუჩები, გამზირები, მე გავაკეთებ 20-ს, დასაბუთებულად არის საჭირო ამაზე საუბარი. მსგავსი არაფერი. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი კრიტიკა და მეტი არაფერი. კარგით, აი სწორედ გადავალ მერიის საქმიანობაზე, ასე ვთქვა, თუმცა ერთი მინდა კითხოთ, თქვენს თქვით, რომ აი თბილისზე ვსაუბრობ და თბილისზე აქვს მართლა ძირითადი, ასე ვთქვათ, მობილიზება ოპოზიციას, გვსმენია კიდეს, რომ აი თბილისი მაინც გამოვგლიჯოთ ქართულ ოცნებას, მათი მიდგომა ასეთია და ამ ყველაფრის ფონზე და იმ ფონზე, როდესაც ამბობენ, რომ დედაქალაქში უფრო მეტია შესაძლოა საპროტესტო ელექტორატი ვიდრე რეგიონებში, ხო, ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ, გააქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა მეორე ტური იყოს არჩევნებზე. თუ მოლოდინი გაქვთ, რომ თქვათ პირველივე ტურში გაიმარჯვებთ. მე რა ვიცი, ხამდენი წელი არჩევნებში მონაწილეობ, არა მხოლოდ როგორც კანდიდატი, ჩვეულებრივი რიგითი წარმომადგენელი 2012 წლიდან და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები დასრულდება პირველივე ტურში დედაქალაქში. ანუ ასეთია თქვენი მოლოდინი. კარგით, აი რის საფუძველზე და მოდით გადავიდეთ დედაქალაქის, ასე ვთქვათ, პრობლემებზე, თუ იმაზე რას აპირებთ დარჩენილი პრობლემების მოგვარებას როგორ, მაგრამ მოდი დავიწყოთ იმით, რა მიგაჩნიათ თბილისის მერის პოსტზე თქვენი 8 წლიანი საქმიანობის მთავარ მიღწევად. ანუ აი რის საფუძველზე გაქვთ ეს მოლოდინი. გასაგებია რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა, მაგრამ პირადად როგორც მერი, აი რას თვლით მთავარ მიღწევად, რომელსაც ამომრჩეველი დაგიფასებთ. ნუ ყველაზე მთავარი მაინც ვიტყოდი გაკეთებული საქმეები. მე არ გამოვყო პრიორიტეტს არ მივანიჭებ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას. ვიტყოდი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯი. მე არ გამოვყო პრიორიტეტად რომელიმე დიდ პროექტს, იმიტომ რომ შეიძლება კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ მომენტში ჩვენ დავეხმარეთ ოჯახს, ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა თანადგომა, მხარდაჭერა და ეს იყო მათთვის ყველაზე ბედნიერი წუთები. პირობითად ვიძახი. ხო, ამიტომ, რა ვიცი, აი დავიწყებდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყეთ 2017 წელს სრული რეფორმის განხორციელება. ვერავინ ვერ გაბედა და ხელი ვერ მოკიდა აღნიშნულ მიმართულებას. და ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც წამოიწყო საკმაოდ რთული, ტკივნეული და არაპოპულარული რეფორმა. ბევრი კრიტიკაც მსმენია ამ თემაზე. მაგრამ ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და პირადად აქ შემიძლია დავითრაბახოთ, ჩემი დამსახურებაც არის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ამ ტიპის რეფორმებს ახორციელებს სხვადასხვა ქალაქებში, პოლიტიკოსი მერები ყოველთვის არიღებენ დადებით გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე ამას მოყვება კრიტიკა, ბევრი უკმაყოფილო ადამიანი, შეიძლება ვიღაცები უკმაყოფილი, მაგრამ ყოველთვის თავს არიდებენ, მაგრამ რადგან ჩვენი ქალაქისთვის ამ პროექტის განხორციელება გრძელვადიან პერსპექტივაში არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მე ჩემ თანაგუნდელებთან ერთად გადავდგი ეს ნაბიჯი და დავიწყეთ ამ რეფორმის განხორციელება. რეფორმის ფარგლებში რა გავაკეთეთ? საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყველას გვახსოვს, როგორი ავტობუსები ემსახურებოდა თბილისელებს. დამპალი, გაუბედურებული, ძირგავარდნილი ავტობუსები, გამონაბოლქვის თვალსაზრისით უდიდეს
ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენდა ქალაქში ამ ავტობუსების გადაადგილება და სხვათა შორის ძალიან დაცემული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების მაჩვენებელი. მთლიანად განვაახლეთ, შემოვიყვანეთ ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსი, 8, 10, 12, 18 მეტრიანი ავტობუსები, მიკროავტობუსები და ძალიან სასიხარულოა მიამაყება, რომ დღეს დედაქალაქის მოსახლეობას ემსახურება ახალი ევროპული ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვათა შორის 40%-ით გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და ძალიან დიდია რესურსი კიდევ უფრო გავზარდოთ მოხმარება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. ქალაქში გადაადგილება როგორც ავტობუსით, ასევე მიკროავტობუსით ყველამ უნდა შეძლოს თავისუფლად. მეტროზე შემიძლია გითხრათ, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი მგზავრი გადაყავს დღის განმავლობაში, დავიწყეთ ვაგონების ჩანაცვლების პროექტი, გამოცხადებული ქონდა ტენდერი, ყავს გამარჯვებული კომპანია და 2026 წლიდან ახალი მეტროს ვაგონების შემოვა. არასდროს არავის ხელი რო არ დაუკარებია, ძალოვანი კაბელები მთლიანად ჩავანაცვლეთ, გამნიავებელი სისტემის აგრეგატები მთლიანად განვაახლეთ მეტროსადგურებში. შემდეგი ეტაპი რაც გვაქვს, ეს არის სადგურების განახლება, რეაბილიტაცია, აქაც უცხოელი ექსპერტების ჩართულობით გამოვაცხადეთ საერთაშორისო ტენდერები, სადაც შესაძლებლობა ექნება უცხოურ კომპანიებს, გამოცდილ კომპანიებს მიიღონ მონაწილეობა საქართველოში. სერიოზული პრობლემაა ამ მიმართულებით. არ გვყავს კვალიფიციური კადრები, კომპანიები, ვისაც შეუძლია აღნიშნული მიმართულებით მუშაობა. მინდა ასევე ეკოლოგიურ პოლიტიკასაც შევეხო, რომელიც, რა ვიცი, თვალშისაცემია ქალაქში, რაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, ამდენი პარკი, ამდენი სკვერი, რეაბილიტირებული ახალი, რა ვიცი, არასდროს არ გაკეთებულა დედაქალაქში და ქალაქსაც ეთყობა ბევრი აღნიშნავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, ხვალ გვაქვს შესაძლებლობა ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და მივიდეთ საზეიმოდ გავხსნათ, ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა და მეამაყება, რომ ეს თბილისის ცენტრში კიდევ ერთი რეკრეაციული მწვანე სივრცე შეემატება ქალაქს. რავი, ყველა მიმართულებით იგივე შევეხეთ ისეთ მტკივნეულ თემებს, რომელსაც, რა ვიცი, 10 წელია, რამდენიმე 10 წელია, ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოკიდა ხელი. კოოპერატივის მშენებლობით დაზარალებული 3200 ოჯახი გვყავდა, 2800 ოჯახი დაკმაყოფილებულია. იმედი ქონდათ საერთოდ გადაწყვეტილი, რომ ისინი ვერასდროს ვერ მიიღებდნენ ფართებს, დავაკმაყოფილეთ. სამშენებლო კომპანიებით დაზარალებული 12000 ოჯახი გავაბედნიერეთ. არ ჯეროდათ, რომ ისინი ერთ დღეს შეძლებდნენ ფული დაკარგული. ბინებზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია, არაფერი არ შენდებოდა, არაფერი არ კეთდებოდა. 12000 ოჯახი გავაბედნიერეთ. სიხარულის სრემლები მოდიოდათ და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ამაყი ვიყავი მე, რომ ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ეს მოვახერხეთ. იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სადაც ოჯახები, რა ვიცი, 20-30 წელია ცხოვრობდნენ და ვერ ახორციელებდნენ ამის გაკეთებას. ასეულობით, მილიონობით სახელმწიფო ქონება დაუკანონეთ ოჯახებს და ვაგრძელებთ ამ პროგრამებს. ბატონო კახი, თქვენ ახსენეთ სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგიური პოლიტიკა. კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო იგივე ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რა ვიცი, ძალიან ბევრი. კიდე მეც კითხავთ და მოგიწევთ სხვა თემებზე საუბარი, მაგრამ პირველ რიგში მინდა აქვე კითხოთ ურბანულ პოლიტიკაზე. ალბათ გსმენიათ ხო, აი რაღაც მოქალაქეა, მე რომ წაგულეკა ამ კორპუსებმა, რაღაცა ახლოს შენდება, მოკლედ ურბანულ პოლიტიკაზე ხშირად ისმის ხოლმე პრეტენზიები მოქალაქეების მხრიდან, რა იგეგმება ამ ხრივ, იმიტომ რომ ამ ნებართვების გაცემაზე მე საუბარია ხოლმე რამის უკან რაღაც კორუფციული შესაძლოა გარიგებები დგას, ασეთი ბრალდებებიც ისმის ან ვიღაცის პირადი ინტერესები. მოკლედ გაუთავებლად არის ამაზე საუბარი, როგორ მოხდება ხო ამ ძირითადად ოპონენტების მხრიდან მოდის საუბარი ამასთან დაკავშირებით. არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტი, რომ რაიმე არასწორად კეთდება. მოვედი დედაქალაქის მთავრობაში, ხალხმა ამირჩია, პირველი რაც გავაკეთეთ, ეს ხო გენერალური გეგმის მიღება. გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს და ხდება ქალაქის ურბანული განვითარება, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. დაიწერა გენერალური გეგმა, მე მინდა გავიხსენო, როდესაც სანამ გენერალურ გეგმაზე მიდიოდა მუშაობა, ჩვენ მქონდა გარკვეული შენიშვნები. რა დღეში იყო ოპონენტები და რა ამბავში იყვნენ, როდესაც ამ შენიშვნებზე საუბრობდით და ღიად ვლაპარაკობდით, რომ რაღაცები უნდა შეიცვალოს. გარკვეული ბრძოლის შემდეგ, რა ვიცი, უამრავი შეურაცხყოფა მივიღეთ, მაინც მოვახდინეთ ის, რომ გენერალური გეგმა გაკეთილშობილებულიყო და მივიღეთ ისეთი გეგმა, რომელთაც დღეს ხდება ქალაქის სწორი ურბანული განვითარება და არა ქაოტური.
თქვენ ხო გახსოვთ, სპორტული მოედნების ხსვისდებოდა იმისთვის, რომ корпуსები აეშენებინათ, რეკრეაციული სივრცეები, ვაკის პარკში 9 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის აშენება ჰქონდათ დაგეგმილი. რომ არ წამოგვეღოთ ჩვენ, რომ არ დაგვებრუნებინა ეს ტერიტორია, ავაზა სტადიონი რამდენიმე კვირის წინ გავხსენით. წაღებული ჰქონდათ იმისთვის, რომ корпуსები აეშენებინათ. და უამრავი ფაქტი შემიძლია ასეთი მოვიყვანოთ და მაგალითი. დღეს ვერავინ ვერ გაბედავს ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის მაგივრად корпуსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმე. არც იპოდრომზე, იმიტომ თითქოს იყო საუბარი რომ ყვილია არც იპოდრომზე, არც იპოდრომზე ყვილია, ახალი პარკის ნაცვლად და ასე შემდეგ. რაც შეეხება იპოდრომის პარკის სამუშაოებს, საქველმოქმედო ფონდი ქართულ ახორციელებს, მალე ვფიქრობ ერთი წელი დაჭირდება მთლიანად სამუშაოების დასრულებას. რაც შეეხება იმ სამშენებლო სამუშაოებს, რომელზეც იყო საუბარი, იპოდრომთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის თამარაშვილის ქუჩა. ნომერი არ მახსოვს, იქ განხორციელდება სამშენებლო სამუშაოები. თვითონ იპოდრომს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მთლიანი სივრცე გამოყენებული იქნება გამწვანებისთვის, რეკრეაციული არეალი იქნება და იქ გვექნება ქალაქის ცენტრალური პარკი ამ ტერიტორიის სახით. ბატონო კახი, რაც შეეხება იმ პრობლემების გადაწყვეტას, თქვა რომელიც ჯერ ვერ გადაჭერით წარსულში და ვგულისხმობ, რაღაც ავარიული სახლები, მოძველებული კომუნიკაციები, ხო დარჩა, სადღაც გამოიცვალა, სადღაც დარჩა, საცობების პრობლემა, რომელიც ასევე პრობლემად რჩება, აი მსგავსი ტიპის პრობლემების და ნუ ყვადაღებული ვარკეთილის მეტრო, სადაც აი საბოლოო რეაბილიტაცია კვლავ არ დასრულებულა, ხო? როგორ და როდის აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას, რაზეც ასევე, ნუ წუხს მოქალაქეების ნაწილი ბუნებრივია. ნუ რაც შეეხება პრობლემებს და გამოწვევებს, ხადია უამრავია. იმაზე მეტი, ვიდრე ხალხს გონია და გარედან ჩანს. მაგალითად, რა არის მთავარი გამოწვევა, რა შეგიძლიათ თქვა, რაც დარჩა ამ ქალაქში თბილისის სიძველიდან გამომდინარე, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა ეს არის ძველი ავარიული საცხოვრებელი корпуსები, ასევე ძველ ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსები აქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს ხედვა და არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. პირიქით, ჩვენ წარმოვადგინეთ, დავდეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ავარიული სახლების ჩანაცვლება განვახორციელოთ. თუმცა აქაც არის გამოწვევები, ხო? მარტივი არ არის, ვთქვათ, ერთ корпуსში ცხოვრებ 90 ადამიანს ესაუბრო და ყველა დაიყოლიო, ხო? არიან ისეთები, ვინც მაგალითად პოლიტიკური შეხედულებების გამო არ აწერს ხელს და არ უნდა პროექტი განხორციელოს. უამრავი ფაქტი შემიძლია მოგიყვანოთ, რომ სადაც მაგალითად 90% თანახმა იქ მცხოვრები ოჯახების და რამოდენიმე ოჯახი წინააღმდეგია. აქაც პრობლემა ის არის, რომ გამოყვანა ამ ადამიანების პრობლემა ამ შენობიდან, რომ მისი საკუთრებაა და ეხლა სააკაშვილის ხელისუფლება ხო არა ვართ, რომ ძალით გამოვიყვანოთ ხალხი კერძო საკუთრებიდან, ხო? სხვათა შორის ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში შეჭრილები იყვნენ და რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჩვენ მოგვიწია შესაბამისმა უწყებამ გამოიყვანა იქედან ხალხი, ოპონენტები გახსოვთ, როგორი ისტერიკა ჰქონდათ. აი ეს არის არასწორი მიდგომა და დამოკიდებულება, ყოველთვის ცდილობენ წაახალისონ ყველაფერი არაკანონიერი, წაახალისონ ბოროტება და წაახალისონ ყველაფერი რაც სუდია. იმის მაგივრად შედალოცილო გამოხვიდე და თქვა სიმართლე, რომ ის კერძო საკუთრება შენ მოქალაქეს არ გაქვს უფლება შეხვიდე სხვის კერძო საკუთრებაში და იცხოვრო. მესმის, შენ ხარ გაჭირვებული, არა გაქვს შესაძლებლობა, აქ ვართ ჩვენ, მერია, მუნიციპალიტეტი. მზად ვართ დროებით გაგიყვანოთ ქირით, უზრუნველყოფილი იქნები ყველანაირად, ჩვენ ვიქირავებთ საცხოვრებელს. მერე, როდესაც მიიღებ უსახკაროს სტატუსს, გადმოგცემთ 400-მდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ, ვისაც უსახკაროს სტატუსი ჰქონდა. და მაშინ რა გამოდის, ესე იგი, ვინც ცხოვრობს რეგიონებში, სოფლებში, ყველა შეუძლია მას ჩამოვიდეს და თქვენ საკუთრებაში შემოიჭრას, ჩემ საკუთრებაში შემოიჭრას, ვიღაცის საკუთრებაში შემოიჭრას და სახელმწიფომ ამაზე რეაგირება არ უნდა მოახდინოს. და აი ეს არის უბედურება, რომ აი ეს ადამიანები ყოველთვის ახალისებენ თუ კი რაიმე ცუდი და ბოროტება ხდება. მაგრამ ამ ავარიულ სახლებზე ანუ მიმდინარეობს, თქვა, მათი გამოსახლება, მოლაპარაკება, იმიტომ რომ ეს მართლა პრობლემაა და ძველ უბნებში თავიდან, როდესაც პროგრამა დავიწყეთ, ჰქონდა სულ 3 პროექტი. 3 საცხოვრებელი корпуსი იყო, სადაც მოსახლეობა დაგვთანხმდა 100%-ით და დავიწყეთ პროცესის განხორციელება. რამდენიმე დღის წინ ბინები გადავეცი 29 ოჯახი სამსართულიან შენობა-ნაგებობაში ცხოვრობდა, რომელიც ავარიული იყო, გავიყვანეთ ქირით.
უზრუნველყოფილები იყვნენ და დღეს ავაშენეთ ახალი, გადავეცით ახალ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ბინები. თავიდან შიშიც იყო და მესმის, აბსოლუტურად მესმის და უგებ ამ ადამიანებს. იმიტომ რომ იმდენი პრობლემები ნახეს. სამშენებლო კომპანიებით დაზარალებული, რა ვიცი, პირდებოდნენ, იმას გავაკეთებთ, ფულს ახდევინებდნენ და შემდეგ რჩებოდნენ ყველაფრის გარეშე და გარკვეული შიში იყო, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ მუნიციპალიტეტი ვართ გარანტები, პასუხისმგებლები, მე კახა კალაძე, ჩემი გუნდი, სრულიად მთავრობა არის პასუხისმგებელი, რომ პროექტი დამთავრდება, განხორციელდება და თქვენ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრობთ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში, არ გექნებათ არანაირი პრობლემა. დროებით მოგიწევთ ქირით გასვლა და დაგიბრუნდებათ ახალი აშენებული საცხოვრებელი კორპუსები, სრულად გარემონტებული, ერთადერთი გექნებათ ავეჯი შესატანი. აი ეს არის ამ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით. იგივე შემიძლია ვთქვა ამორტიზირებული მიწისქვეშა მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. იგივე შემიძლია ვთქვა ავარიულ მიწისქვეშა კომუნიკაციებზე. თბილისის თავისი ძველიდან გამომდინარე, გზებზე, გამზირებზე გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა. შემთხვევით არ არის ის, რომ სადაც ჩვენ ქუჩების რეაბილიტაციას ვიწყებთ. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციების განახლება, მთლიანი მოწესრიგება და ნახეთ ყველა პროექტი, რომელიც განახორციელებთ, პირველი ეს გავაკეთეთ. ამას გარკვეული დრო მიაქვს, გარკვეული რესურსი, თანხობრივი, ადამიანური ყველანაირი, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელი. მე ძალიან ხშირად საცობებს. საცობებზე რა თქმა უნდა, სხვანაირად ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება გზა თუ არ გადაკეთე, ქუჩა თუ არ ჩაიკეტა და შესაბამისად მძიმე ტექნიკა არ იმუშავა და ვერ იმუშავა, მაშინ ხო, რა თქმა უნდა, ეს მესმის უბრალოდ საცობებზე მინდა და გადავსულიყავი. როგორ აი სატრანსპორტო პოლიტიკაზე, როდესაც საუბრობდით, გასაგებია რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეს განიტვირთავს ადამიანებსაც მეტი მოძრავებს საზოგადოებრივ ტრანსპორტით განიტვირთება მოძრაობა, მაგრამ ჯერ მაინც არ არის ქალაქი იქამდე რომ ყველა ამ ტრანსპორტით სარგებლობდეს, ხო, იმიტომ რომ ისევ არის საცობები, არის ძალიან რთული პიკის საათები, ამ მიმართულებით თუ არსებობს კონკრეტული გეგმა, აი შემდეგ გამარჯვების შემთხვევაში ვთქვათ, შემდეგ 4 წლიან კი, კონკრეტული გეგმა ის არის, რადგან საუბრობთ. იმ პოლიტიკის განხორციელება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს კომფორტული, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება დედაქალაქში ამ პუნქტიდან ბ პუნქტამდე უნდა იყოს თავისუფლად, სწრაფად, კომფორტულად შესაძლებელი და რა თქმა უნდა, მეტროს გაფართოვება, მეტროს რეაბილიტაცია, ახალი ვაგონების შემოყვანა. ანუ ჩვენ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რაც ბევრმა განვითარებულმა დიდმა დედაქალაქებმა გააკეთეს სხვადასხვა დროს, წლების წინ, ათეული წლების წინ. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს ეს ადრე დაგვეწყო, დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვექნებოდა. დღეს სხვა სიტუაცია გვექნებოდა ქალაქში, თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. შესაბამისად ვარკეთილის მეტროს, იმიტომ რომ წეღანაც ვიკითხე და ჩემი ახლობელიც კი მწერს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ვარკეთილის მეტრო კითხე რა, ბატონ კახასო. სანამ ვარკეთილის მეტროსთან მივალ, ჩვენი ქალაქი, თქვენ ხო გასვოთ წლების წინ როგორ იყო? მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილების ქალაქი იყო. ტროტუარზე ქვეითი ვერ გადაადგილდებოდა, გადატენილი იყო ავტომობილები, დღესაც გვაქვს ეს გამოწვევა ზოგიერთ ქუჩებზე. სხვა ეკომეგობრულ ტრანსპორტზე ხო საუბარი ზედმეტია. შესაბამისად, ჩვენ ისე ვაკეთებთ ამ პოლიტიკით ქუჩებს, გამზირებს, ყველასათვის უნდა იყოს ქუჩა. ავტომობილით ვინც გადაადგილდება, ქვეითად, ეკომეგობრული ტრანსპორტი და ასე შემდეგ, ასე. ყველასთვის თანაბრად უნდა გადანაწილდეს და შემდეგ თქვენ მაგალითად ნინო შუბლაძე ირჩევთ, რა ტრანსპორტი გამოიყენოთ? კერძო ავტომობილი, ავტობუსი, მიკროავტობუსი, მეტრო თუ ეკომეგობრული ტრანსპორტი. ან ფეხით. თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ უნდა შევქმნათ ევროპულ ქალაქებში მაგალითად. თქვენ ხო გახსოვთ ჭავჭავაძის გამზირი, აი კარგი მაგალითია ჭავჭავაძის გამზირი. ტროტუარები გადაჭედილი იყო ავტომობილებით. საპარკინგო სივრცეებად იყო გამოყოფილი. როგორც კი გამონთავისუფლდა, როგორც კი მოწესრიგდა, გალამაზდა, დაიგო შესაბამისი ფილები, დღეს კარგ ამინში საერთო ადგილიც არის. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ტრაფიკი არის ფეხით გადაადგილების, როდესაც ადამიანები გადაადგილდებიან. რაც შეეხება ვარკეთილის მეტროს. ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით ჰქონდა სერიოზული გამოწვევები და სხვათა შორის მე არაფერი არ დამიმალავს მოსახლეობისთვის. ყველა მთავრობის სტომაზე საუბრობდი იმაზე, თუ რა კეთდებოდა, რა პრობლემები იყო, რა გამოწვევები იყო. რატო გაიწელა დრო. ესე იგი, ჯერ ხო უდიდესი პრობლემა ვინც აღნიშნული მიმართულებით თემა იცის. სპეციალისტი და კვალიფიციური კადრები მყავს ხედულობაში. პრობლემა გვაქვს ქვეყანაში.
ამ მიმართულებით მოგვიწია გარედან შემოგვეყვანა ადამიანები, სპეციალისტები, ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებიან დღეს და პროექტი, რომელიც უნდა დაგვეწყო უშუალოდ სამუშაოებს, გაგვაჩერებინა. იმიტომ რომ კატასტროფას აკეთებდო. თუ ჭერი რაც იყო პრობლემა, ხო, რაც ჩამოინგრა, ხო, იყო აბსოლუტურად გამოფიტული, მოხდა მისი დასკანერება შესაბამისი ტექნიკით და აგვისტოში გახსოვთ დროებით გაჩერებული მქონდა სადგური, სადაც მიმდინარეობდა შესაბამისი სამუშაოები, რომ ჭერი მთლიანად მოწესრიგებული იყოს და ყველანაირ სიმძიმეს გაუძლოს. ახალ წლამდე მთლიანად დამთავრებული იქნება სამუშაოები და ზუსტად ამიტომ მივიღებთ ჩვენ გადაწყვეტილება, რომ ამ სირთულეებს ავაწყდით, ვაცხადებთ საერთაშორისო 12 მეტროს სადგურზე, ვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს, სადაც გვინდა რომ უცხოური კომპანიები შემოვიდნენ. იმიტომ რომ პირდაპირ ვამბობ, გამოწვევა აქვს ქვეყანაში. არ გვყავს სპეციალისტები, კომპანიებს ეშინიათ ამ ხელა პასუხისმგებლობის აღება, იმიტომ რომ არ იციან სწორად როგორ უნდა გააკეთონ, ამიტომ ვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს. რა თქმა უნდა, ეს არის უსაფრთხოების ძალიან მაღალ სტანდარტებზე აქვს საუბარი. და რაც შეეხება უსაფრთხოება, მაგაზე უნდა გადავსულიყავი, გვახსოვს ჩვენ შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების დარღვევის გამო მძიმე შედეგიც გვინახავს, ყოფილა შემთხვევა, როცა მშენებლობაზე, მოკლედ, უსაფრთხოების ნაწილში კონტროლი, მესმის რომ რაღაც ხან გოგორძო კომპანია ასრულებს ხან, მაგრამ რამდენად და თუ არსებობს რაიმე გეგმა იმისთვის, რომ ეს ბერკეტი კონტროლის უფრო გააძლიეროს, ასე ვთქვათ, მერიამ იმისათვის, რომ კონტროლის მექანიზმი, იმისათვის, რომ აი ამდენი მშენებლობების არ მოხდეს მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები, რაც გვინახავს. ხო წარმოგიდგენიათ, რამდენ პროექტს ვახორციელებთ ჩვენ წლის განმავლობაში. კი, ამიტომ ვამბობ ზუსტად. 8 წლის განმავლობაში, ნუ ის სამწუხარო უბედური შემთხვევები, რაც მოხდა, რომელსაც პირადად მე დამანგრია, გამანადგურა როგორც ადამიანი. აი, ყოველთვის მაქსიმალურად ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანი, რაზეც სანამ სამუშაოები დაიწყება, ეს არის ყოველთვის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ნუ ადამიანები ვართ, ყველას მოსდის ხო შეცდომა, ხო იმ კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ, ხო იმათაც შეიძლება შეცდომა მოვიდეს, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, ძირითადი ყურადღება სანამ სამუშაოები დაიწყება, ყოველთვის საუბარია იმაზე, რომ აი უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, მაქსიმალურად იყოს შესაბამისობაში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამის კონტროლიც ხდება არსებობენ რეალურად, თქვენ თქვით, რომ აი კადრების სიმცირეა. ბევრჯერ მსმენია, რომ ამ უსაფრთხოების ნაწილში შესაძლოა არ არსებობდეს კვალიფიციური რაღაც გეგმები კონკრეტულ კომპანიაში, ანუ არსებობს უსაფრთხოების ნაწილში ისეთი კვალიფიციური ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს რაღაც. ნუ ყველა კომპანიაში არ არის ხადი არსებობს ზოგადად პროფესიონალი ძლიერი კადრის პრობლემა არის ქვეყანაში. ჩვენ ახლა შემთხვევით არ არის დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, ისწავლეთ და დასაქმე. სადაც ადამიანებს ვეუბნებით, რომ აი ვისაც სურვილი გაქვთ, მობრძანდით მუშაობის და სამუშაოს მოძიების, ნახეთ როგორი სიტუაცია არის. ხო არსებობენ ადამიანები, თქვენს ხსმენიათ, ხშირად თუ აი სამუშაო ადგილები არ არის და პრობლემა არის. მეორე მხარეს არის ბიზნესი, ერთ მხარეს არის ადამიანები, ვინც ეძებს სამსახურს და ყველა რავი ჩემს გარშემოდათ ბევრი მომისმენია რომ აი სამუშაო ადგილების პრობლემა. მეორე მხარეს არის ბიზნესი, ვინც საუბრობს რომ ქვეყანაში გვაქვს სერიოზული პრობლემა კვალიფიციური პროფესიონალი კადრების. ჩვენ რა გავაკეთეთ? დაუძახეთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და ვეუბნებით, ბიჭებო და გოგოებო, აბა გითხარით, რა მიმართულებით გჭირდებათ გადამზადებული კვალიფიციური კადრები. ვიღებთ ინფორმაციას სექტორების მიხედვით და გავაკეთეთ პროგრამა ისწავლეთ და დასაქმდი, სადაც სხვადასხვა ტექნიკური სასწავლებლები გვყავს ჩართული და ვახდენთ 6 თვიან გადამზადებას ადამიანების სხვადასხვა მიმართულებით. და 75%-იანი დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს, რა ძალიან მაგარია. და უნდა გავაგრძელოთ, გვაქვს გამოწვევები. მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერს მიეხედეთ. კარგით. და ბოლოსკენ მიდის ჩვენი ინტერვიუ, მაგრამ მაინც მინდა გითხოთ თქვენი მერობის პერიოდში ვთქვათ, რომელ სფეროებზე დაიხარჯა, იმიტომ რომ უამრავი თანხა იხარჯება ამ პროექტებზე, ბუნებრივია, ბიუჯეტი აქვს თავისი მერიას და თბილის. რაზე დაიხარჯა ყველაზე დიდი თანხა მერიის მხრიდან? თქვენ თქვით, რომ პროექტს ვერ გამოვყო, ვთქვათ, იგივე შეიძლება ერთ ოჯახს დავეხმარეთ და ეს იყო მნიშვნელოვანია, ხო, მაგრამ რაზე იხარჯება ყველაზე დიდი თანხა მერიიდან, იმიტომ რომ მუდმივად არის საუბარი ამ თანხების კონტროლზე, რაში ხარჯავს ფულს მერია და ასე შემდეგ. რა არის ყველაზე ძვირი და ესეთი მიზნობრიობა, რაზეც ყველაზე დიდი თანხა იხარჯება? და ბევრი მიმართულება რამდენიმე მიმართულება შემიძლია გამოვყო. და უფრო რომ მოქალაქების საჭიროებისთვის დახარჯული აღმოსხო მშენებლობა. რამდენიმე მიმართულებას ვიტყვი.
ეს არის ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები, ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, რაზეც ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, უამრავ ადამიანს წლის განმავლობაში ვეხმარებით, ეს იქნება ოპერაციების დაფინანსება, სხვადასხვა ფინანსური ეს თქვენი ფონდის მიღმა, იმიტომ რომ თქვენი ფონდიც გაქვთ ამისთვის. გულისხმობთ ბიუჯეტს, ფონდის მიღმა. კონკრეტული პროგრამები, რაც გვაქვს იმის დაფინანსება, ხელშეწყობა, შეშმო პირთა ოჯახებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, ბევრი პროგრამა გვაქვს და ბიუჯეტში საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია აღნიშნული მიმართულება. იგივე შემიძლია ვთქვა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სატრანსპორტო მიმართულებით, ბევრი განვითარებული ქალაქიც ვერ ახერხებს, რომ რამდენიმე წელში მთლიანად შეეცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენ ეს მოვახერხეთ. და კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა პრემიერ-მინისტრს გადაუხადო გუნდს, ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ მათი გვერდში დგომის გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით. ძალიან დიდ თანხებზე ასეულობით მილიონი დაიხარჯა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იყოს მოწესრიგებული. ახალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, მეტრო სხვანაირად შეუძლებელია. ბევრი იგივე გამწვანების მიმართულებით, ყველა სკვერი უკვე უბნებში შევდივართ, სადაც სივრცეებს ვნახულობთ, რომ მაქსიმალურად გავალამაზოთ. არაფერი არ უხდება ამ ქალაქს ისე როგორც მწვანე სივრცეების არსებობა, ეკოლოგიური კუთხითაც მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება, პარკები, ახალი რეკრეაციული არეალები და ასე შემდეგ. და ბატონო კახია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ განხორციელებულ, განსახორციელებულ პროექტებზე, მაგრამ ბოლოს მაინც მინდა კითხოთ, რატომ კახა კალაძე, რატომ დაირჩიონ თბილისელებმა მესამედ, და ამიტომ ვკითხულობ, კახა კალაძე მერად. ჩემგან მიფიქრებულ ხერხული იქნება. ხო, მაგრამ აი მაინც თქვენ რატო ფიქრობთ? მე ვიცი, ალბათ გაკეთებული საქმეები. 2017 წელს, როდესაც მე პირველად ვიღებდი მონაწილეობას მერის არჩევნებში, ძალიან ბევრი მტკიცება ჭირდებოდა, რომ ჩვენ შევძლებდით. მიუხედავად იმისა, რომ ზურგს მიმაგრებდა ენერგეტიკის მინისტრობის დროს განხორციელებული პროექტები და ახლაც შემიძლია ვთქვა, მიამაყება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ვარ მინისტრი, რომლის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური და ქარის პირველი ელექტროსადგური აშენდა. დღეს უკვე, როდესაც გარკვეული დრო გავიდა, ხო, 2017 წლის შემდეგ, ხალხს დავანახეთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. დავანახეთ, რომ შეგვიძლია ქალაქზე ზრუნვა, დავანახეთ, რომ შეგვიძლია თითოეულ თბილისელზე ზრუნვა, გვიყვარს ჩვენი ქალაქი, გვიხარია ამ ქალაქის გალამაზება, რომ დღითი დღე უკეთესი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოწვევებია. მე პირდაპირ ვიტყვი, ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია ყველა იმ გამოწვევას, ყველა იმ პრობლემას ღირსეულად უპასუხოს და გააგრძელოს ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება, ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. ისევე როგორც ქვეყნის, იმიტომ რომ დგას ასეთი არჩევანი, ამით დავიწყეთ საუბარი და არა მხოლოდ მერის არჩევნები, არამედ დღეს ერთადერთი გუნდი ზუსტად ქართული ოცნება, ვინც ატარებს ქართულ პოლიტიკას და ჩვენი პრინციპული პოზიციით იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ნახეთ, ყველა ის ადამიანები, ვიზეთ ჩვენ საუბრობდით, ოპონენტები, ხო? არც ერთი არ ეკუთვნის საკუთარ ქვეყანას. ყველა არის აგენტურის წარმომადგენლები და ეს შემთხვევით არის ამაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა წლების განმავლობაში, რომ აგენტურული ქსელი შექმნილიყო და გარედან მარტივი ყოფილიყო ისეთი პატარა ქვეყნების მართვა, როგორიც საქართველოა. ხო, თქვათ, იქნებოდა ხელისუფლებაში ვიღაც პარტიის წარმომადგენელი, გარედან რაღაც არ მოეწონებათ, ამ აგენტურის საშუალებით შეეძლოთ ნებისმიერ დროს აერიათ ქვეყანა და ჩვენ საზოგადოებას ეს ვაჩვენეთ. ეს დავანახეთ, თუ ვინ რას წარმოადგენს, ვინ არიან, საიდან იმართებიან და რა ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან. მე მინდა ერთი რამე ვთქვა, ნახე. აი, გადავხედოთ არქივს, წარსულს, ყველაფერი, რაც კი სიბინძურე, ბოროტება შეიძლება ადამიანმა იკადოს, ყველაფერი იკადოს. ყველაფერს შეეხმენ ჩვენს წარსულს, ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ეკლესიას, საპატრიარქოს, ყველაფერი ღირებული რაც არის ჩვენთვის, ქართველისთვის, ყველაფერს დაუპირისპირდნენ. და ეს შემთხვევით კი არ ხდება. მე ძეგლი დავდგით რამოდენიმე დღის წინ. ძეგლს დაუპირისპირდნენ. ერეკლეს ძეგლს გულისხმობთ, რაღაც ხმალი არ ქონდა, მეორე ძეგლს დაუპირისპირდნენ. აი წარმოუდგენელი რამე ხდება. რამდენიმე ხნის წინ იყო ბერძენიშვილი გამოიყვანეს
მეფე ერეკლე მეორე ალანძღინეს. ეს შემთხვევით არ ხდება. ყველაფერი დაგეგმილი, ყველაფერი იციან ვინ, რა დროს უნდა გააკეთოს. ეს გზააბნეული ადამიანები რო დადიან რუსთაველზე. ესეც ამაშიც გარკვეული თანხები დაიხარჯა. ჯერ ახსენეთ უკვე ბატონო კახი, ასე უწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც აი რაღაც ამდენი დღეა პერმანენტულად დადიან რუსთაველზე და საკუთარ საუბრის დასაწყისში, სხვათა შორის საუბრის დასაწყისში ვახსენე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. როდესაც ჩვენ ვიღებდით გარკვეულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ბევრს ვერ გაეგო, რატო ვაკეთებდით ამას. და გვიწევდა ახსნა განმარტებების გაკეთება, ჩვენ მხარდამჭერ ოჯახის წევრებიც ვერ გებულობდნენ და ბევრი ახსნა განმარტებების გაკეთება გვიწევდა. ბევრს რაღაცები არ ჯეროდა, ბევრს ეგონა როგორც თქვით, რომ ვიღაცები ქილიკობდნენ, ვითომ ჩვენ რაღაცებს ვიგონებდით. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედით, დღეს ხომ ყველაფერი ნათელია. დღეს ხომ ყველაფერი ცხადია. კაი, შენ მაშინ ვერ გაიგე ვერაფერი, ხო? რატო ვაკეთებდით ამას? რაღაცაზე რომ საუბრობდით, ვინ იყო გლობალური ომის პარტია დიპსტეიტ. დღეს ხომ ეს ყველაფერი ცხადია. დღეს ხომ ნათელია, ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებით და რატო მოგვიწოდებდნენ მაგალითად მეორე ფრონტის გახსნა. შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ, რატო მეუბნები იმას? გავაკეთო ის, რაც ჩემი ქვეყნისთვის დამანგრეველი და გამაუბედურებელი იქნება. კი, მაგრამ ბატონო კახი, ამაზე თქვენი ოპონენტი ამას რატო ვამბობ, იცი? შესაბამისად, ადამიანებმა, ვინც თავიდან გაურკვევლობაში იყვნენ, გააკეთეს ანალიზი, მიხვდნენ ყველაფერს, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით. ჩვენ ქვეყანას ვიცავთ. შენ უბრალო მოქალაქეს გიცავ. რომ ვიღაცის ინტერესებს არ ემსხვერპლოს შენი ყოველდღიურობა. კი, მაგრამ ამას არ უნდა ემსხვერპლოს ევროპული გზაც ქვეყნის, რაზეც საუბრობენ თქვენი ოპონენტები და ფინალში ეს მინდა გკითხოთ, ანუ ამ მიმართულებით გუნდი, იმიტომ რა როგორც მერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ სულ არის საუბრო სუფთა ფურცლიდან თავაზობთ დაწყებას ურთიერთობის იგივე შეერთებულ შტატებს, იგივე ევროპას, გაქვთ თუ არა იმედი, რომ ეს ხმა იქნება გაგონილი და დასავლეთელი ბიუროკრატიის პირობებში, არ ვიცი, ძალიან რთულად მეჩვენება, იმიტომ რომ ის ევროპა, საითაც ჩვენ მივისწრაფვით და ზოგადად რაზეც იყო დაფუძნებული სამართლიანობა, ადამიანის უფლებების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, კერძო სექტორის უზრუნველყოფა, დაცულობა, დღეს ყველაფერი წაშლილია. დღეს იმ ევროპასთან მიმართებით საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით, აბსოლუტურად დაცლილია. არის სრული უსამართლობა, სრული განუკითხაობა და რა ვიცი, ამ ბიუროკრატიის პირობებში მე არ მგონია რამე შეიცვალოს, თუმცა ნახოთ, პრეზიდენტ ტრამპი დაპირდა მსოფლიოს, რომ პირველი დაპირება რაც იყო, ეს იყო გლობალური ომის პარტიის დიპსტეიტის დამარცხება. ნახოთ, ჯერ ეს არ მომხდარა, თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს ჩვენზეც აისახება და ჩვენც მივხვდებით ამას. ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაღელვებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესი გვაქვს და ნახოთ, დაველოდოთ თუ როგორ და ბოლო კითხვა, ბატონო კახი, მაინც არჩევნებით მინდა დავასრულოთ, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ თბილისზე, რა შედეგით დასრულდება და რა შედეგს ელოდება ოცნება სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ანუ საქართველოს მასშტაბით შესაძლოა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს ქართულმა ოცნებამ, როგორც ამაზე საუბრობთ. ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო ქართულ ხალხთან ერთად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად იზეიმებს გამარჯვებას, როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების, ასევე საკრებულოს მიმართულებით. კარგი, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, მთავარია მშვიდობა იყოს. აუცილებლად იქნება მშვიდობა. 4 ოქტომბერს მადლობა დიდი, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. კახა კალაძე იყო ღამის კურიერის სტუმარი, დედაქალაქის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი. ჩვენ ერთმანეთს უკვე არჩევნების შემდეგ ორშაბათს შევხვდებით და სწორედ იმ გადაცემაში გავარკვევთ არჩევნების შედეგებსაც და შესაბამისად შევაფასებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად პოლიტიკურ მოვლენებს. მადლობა, რომ გვიყურეთ, ნახვამდის.